გორის მერია საჯარო რეესტრს გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ისთხოვს. უზურფრუქტის ხელშეკრულებით სივრცე სარგებლობის უფლებით ორგანიზაციას 2026 წლამდე ჰქონდა გადაცემული. ამიტომ გაუგებარია, რატომ მოითხოვა მისი შეწყვეტა მერიამ ვადაზე ადრე. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საგამოფენო სივრცეში 16 ნოემბერს მოწყობილ საპროტესტო ინსტალაციას უკავშირდება, რასაც ის გამოხატვის უფლების შეზღუდვად მიიჩნევს. ორგანიზაცია უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას აპირებს. ცნობისთვის, ამავე შენობაში მდებარეობს ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ხელოვნების სახლი არტ-ჰაუსი, რომელიც აქამდე არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობდა. ანტისანიტარიის კერა გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლებმა 2016 წელს დაასუფთავეს და ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ადგილად გადააქციეს. გორის მერიის გადაწყვეტილება ცალსახად ჩვენი ინსტალაციის ხელოვნების სახლის მიერ გაკეთებული ინსტალაციის შედეგია. ამ ინსტალაციის შემდგომ ფაქტობრივად 5 დღეში მოგწერეს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა უნდათ. სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ამისი თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან აბსურდული მიზეზებით იმას ქნეს. მოიწერეს ეს და შემდგომში უკვე ეს პროცედურები მიეყვა და უკვე ორშაბათს დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება და ძალიან სამწუხაროა, გარდა იმის, რომ თქვათ, აქ სამართლებრივ დარღვევებზე ელაპარაკი, მეორე ამბავი ეს არის, რომ თვითონ აქ გუნდს და ზოგადად ქალაქისთვის თვლით, რომ მნიშვნელოვანი სივრცეა და ჩვენს მნიშვნელოვან ამბებს ვაკეთებთ და ეს არის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი და რაც ყველაზე მთავარია, ცალსახად არის გამოხატვის თავისუფლებაზე, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ ინსტალაციის შემდგომ მოხდა მთელი ეს პროცედურები და არა ვთქვათ მანამდე რაღაცა არაფერი პირიქით. ჯერ პირველი წერილი იყო, რომ სივრცე სჭირდებოდა მუნიციპალიტეტს საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე მინდა მერიის იურისტებს შევახსენო, რომ როცა ამის გავწერს აგზავნიან, აუცილებლად უნდა დაურთონ მუნიციპალიტეტის საჭიროება, მათ შორის ბიუჯეტში ასახული უნდა ქონდეს წინა პერიოდში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ გაუკეთებიათ და უბრალოდ სიტყვიერად შემოიფარგლეს. შემდეგი, ჩვენ რო დაუბრუნეთ საპასუხო, შემდეგი იყო უკვე, რომ ხელშეკრულებაში მოკლედ ელექტროენერგიის განხილვების, ან მრიცხველის განხილვების პროცედურა, რაც ენერგოპროში ჩვენ დავარეგისტრირეთ განცხადება, თუმცა აქაც იგივე წინააღმდეგობასთან მოვედინე, რომ მერიის თანხმობა უნდა, მერია უნდა გააკეთოს ეგ და ხო რანაირად და მესამე წერილი იყო, რომ ჩვენ ხო შეგიწყვიტეთ და всё დატოვეთ 3 დღეში. 3 დღეში უნდა დავცალოთ სივრცე, ოფიციალური ის არის ვერსია ეს. ჩვენ რა თქმა უნდა სამართლებრივ გზებს მივყვებით სრულად და გვჯერა საზოგადოების ხარდაჭერის და კიდე იმ ახალგაზრდების, ვინც ყოფილა და არა მარტო ახალგაზრდა, იმიტომ რომ ეს სივრცე ფაქტობრივად იქცა რაღაცნაირად ქალაქის ერთ-ერთი განსხვავებულ და საყვარელ ადგილად, სადაც რაც გინდა აკეთე, როგორც გინდა აკეთე, არავინ არ აზრობს არაფერზე შეგზღუდავს.